დღეს გაგაცნობთ კარლოს ულბერგს, რომელიც ამ დღეებში გამართავს სატიტულო ბრძოლას UFC-ში 93 კილოგრამში. ულბერგს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 4 წლიდან ის დარჩა მშობლების გარეშე და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ის მომავალში გახდებოდა ჯერ მოდელი, მერე სტრიპტიზის მოცეკვავი და ბოლოს სავარაუდოდ UFC-ს ჩემპიონი. სანამ ამ ცხოველს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის სპონსორია Burger Paradise, საქართველოში ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომელსაც დღესდღეობით აქვს 35%-იანი ფასდაკლება და იჩქარეთ. აუცილებლად მოგეწონებათ. ამაში მე დარწმუნებული ვარ. ასევე არ შემიძლია არ ვახსენო Global Auto Import, რომელიც არის ჩემი არხის გენერალური სპონსორი და ზრუნავს, რომ თქვენ მე მოგაწოდოთ უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები. ეს კომპანია დღესდღეობით ლიდერობს ავტობაზარზე, იმიტომ რომ ყველაზე იაფად ჩამოყავთ მანქანები, ასე რომ თუ გსურთ ჩამოიყვანოთ მანქანა სწრაფად ზიანის გარეშე და რაც თავარია ყველაზე იაფად, აუცილებლად მიმართეთ Global Auto Imports. მე კიდევ ვიწყებ, გაიცანით შავი იაგუარი კარლოს ულბერგი. კარლოს ულბერგი დაიბადა 1990 წლის 17 ნოემბერს ოკლენდში, ახალი ზელანდია. ის ნამდვილი გენეტიკური კოქტეილია, მის ძარღვებში ჩქებს ტონგანური ძალა, გერმანული დისციპლინა და ინგლისური სიჯიუტე. მამამისი პროფესიონალი მოკრივე იყო, კაცი, რომელსაც მხოლოდ ძალის ჯეროდა. კარლოსი აკუნიდანვე ხედავდა სისხლს, კრივის ხელთათმანებს და ესმოდა ტომარაზე დარტყმების ხმა. მამა ძალიან კაცრი იყო და ჩანდა, რომ კარლოსის გზა სპორტში ჯერ კიდევ დაბადებიდანვე დაიწერა. როცა კარლოსი სულ რაღაცა 4 წლის იყო, მას ოჯახი თავზე ჩამოენგრა. მშობლების შინაგან დემონებმა, ალკოჰოლიზმმა და მუდმივ სკანდალებმა კატასტროფა გამოიწვია. მამამ მიატოვა ოჯახი, დედამ კი ვეღარ გაქაჩა და სოციალურმა სამსახურმა კაცრი განაჩენი გამოიტანა. ბავშვები საფრთხეში არიან. წარმოიდგინეთ 4 წლის ბავშვს აშორებენ დედას, დაძმებს და ჯერ ბავშვთა სახლში, მერე კი სამხრეთ ოკლენდის სხვადასხვა მიმღებ ოჯახებში ანაწილებენ. ულბერგს წაართვეს ყველაფერი, გვარი, სახლი, ოჯახი, სწორედ მაშინ პატარა კარლოსში მოკვდა ბავშვური ნდობა და დაიბადა მცივსისხლიანი მტაცებელი. კარლოს სკოლაში ძალიან მძიმე წლების გამოვლა მოუწია. სამხრეთ ოკლენდში მაშინ სკოლებში არაოფიციალური ქუჩური ლიგები არსებობდა, სადაც ბავშვები ერთმანეთთან ჩხუბობდნენ მიტოვებულ შენობებში. ულბერგი მუდმივად ჩხუბობდა და ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან ბავშვობიდანვე იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი. სწორედ ამ გარჩევებში მისი სტილი, ცივი გამოხედვა და გამანადგურებელი ძალა დაიბადა. ის გახდა მარტოხელა რომელიც მუშტებით იბრუნებდა იმ პატივისცემას, რაც მას სისტემამ წაართვა. 2000 წელს მისი გადარჩენის გზა რაგბი გახდა. ის ძალიან კარგად თამაშობდა ადგილობრივ გუნდში და ითვლებოდა მომავალ ვარსკვლავად, რომელსაც უწინასწარ მეტყველებდნენ ნაკრებში მოხვედრას, მაგრამ საბრძოლო ბუნება თავისას ითხოვდა. რაგბის პარალელურად 2011 წელს მან გადაწყვიტა პროფესიონალურ MMA-ში ეცადა ბედი და გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით, რის შემდეგაც შეეშვა MMA-ს და მთლიანად გადაერთო რაგბიზე. 2015 წლამდე ის ფაქტობრივად მოედანზე ცხოვრობდა. ერთ-ერთი მატჩის დროს მასობრივი ჩხუბი ატყდა. ულბერგი უბრალოდ კი არ მონაწილეობდა, მან ნამდვილი სასაკლაო მოაწყო მოედანზე, რის გამოც მიიღო დისკვალიფიკაცია და რაგბის კარები სამუდამოდ დაიხურა. სპორტისა და ფულის გარეშე დარჩენილი კარლოსი უკიდურეს ზომებზე მიდის. ის იწყებს City Boxing-ის კლუბში, ვარჯიშს კრივში, კიკბოქსინგში და MMA-ში ერთად. დარბაზის გადასახადი რომ გადაეხადა, მიდის სამოდელო ბიზნესში, მას იღებენ რეკლამებში, დადის პოდიუმზე. ასევე ის ხდება Lady Night-ის მონაწილე, სადაც მუშაობს სტრიპტიზიორად. სანამ ქალები აღფრთოვანებისგან კიოდნენ, თავად კარლოსი წუთებს ითვლიდა წლის დასრულებამდე, რომ დილის ვარჯიშზე არ დაეგვიანებინა. 2011 წლიდან 2018 წლამდე კარლოსმა პროფესიონალებში 4 ბრძოლა ჩაატარა და 4-ვეში გაიმარჯვა, მაგრამ მთავარი აქცენტი კიკბოქსინგზე გადააქვს. ის ორჯერ იგებს პრესტიჟულ ტურნირს და ხდება ამ დისციპლინაში ნამდვილი ადგილობრივი ლეგენდა. 2020 წელს მსოფლიო პანდემიის გამო გაჩერდა. კარლოსმა მიატოვა პოდიუმი, ღამის კლუბები და დარბაზში ჩაიკეტა. სწორედ ამ დროს ის იღებს ფსევდონიმს შავი იაგუარი. ეს მეტსახელი იდეალურად აღწერს მას, გრაციოზული, სწრაფი, გარეგნულად უნაკლო, მაგრამ მომაკვდინებლად საშიში და ჩუმი მტაცებელი. 2020 წლის 5 ნოემბერს ულბერგი დანა უაითის საპრეტენდენტო სერიაზე გადის. მისი ოპონენტი იყო საშიში სტრაიკერი ბრუნო ოლივერა, რომელსაც პროფესიონალებში მარცხი არ უნახია. კარლოსის კუთხეში იდგა ისრაელ ადესანია, მაშინ უკვე UFC-ს ჩემპიონი და ნამდვილი ვარსკვლავი. ისინი იყვნენ გუნდის წევრები, სპარინგ პარტნიორები და უბრალოდ კარგი მეგობრები. და ის შეხვედრა დაიწყო. შავმა იაგუარმა ზუსტად 2 წუთში გაუშვა თავისი დაუმარცხებელი მეტოქე ღრმა ნოკაუტში და აღებინა პირი დანა უაითს და რა თქმა უნდა იმ დღესვე მოიპოვა კონტრაქტი. In front of Dana White at the Apex. That's how it's done. Wow. Give him a minute or two. That is a monumental win tonight in front of That was it. Good night. Declaring the winner by knockout, Carlos Ulberg.
კარლოსის დებიუტი UFC-ში 2021 წლის 7 მარტს შედგა UFC 259-ზე. მისი მეტოქე იყო გამოცდილი ნიგერიელი სტრაიკერი კენედი ნზეჩუკუ. აღსანიშნავია, რომ ბრძოლამდე 2 კვირით ადრე ულბერგი კარანტინში მოყვა და ამიტომ ის შეხვედრაზე გავიდა მოუმზადებელი. ეს ბრძოლა 2 რაუნდს გრძელდებოდა. სპორტსმენებმა მთელი შეხვედრა დგომში, სასტიკ და სანახაობრივ ჩეხაობაში გაატარეს. პირველი რაუნდი კარლოსმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მან მთელი თავისი ძალები ამ ბრძოლის მონაკვეთში დახარჯა და ამიტომ მეორე რაუნდში ის უკვე დაღლილი გამოვიდა. სასტიკი დარტყმების სვლა მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. ეს იყო თანაბარი და ეფექტური ჩხუბი, სადაც ვერცერთს ვერ მისცემდი უპირატესობას. თუმცა ერთ-ერთი ჩეხაობის დროს ნიგერიელმა დაიჭირა ულბერგი მარჯვენა ჰუკით და გაიფორმა ნოკაუტი. ეს იყო კარლოსის პირველი და ერთადერთი მარცხი კარიერაში. ბევრმა მაშინ ულბერგზე ხელი ჩაიქნია, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ამის მერე ის ზედიზედ 10 შეხვედრას მოიგებს, თავის გზაზე გადათელავს ყოფილ ჩემპიონებს და პრეტენდენტებს და იჩხუბებს ტიტულზე. მაგრამ მოდით ყველაფერს მივყვეთ ქრონოლოგიურად. დებიუტში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ ულბერგს ჰაერივით ჭირდებოდა გამარჯვება. 2022 წლის 13 თებერვალს კარლოსი LFA-ის ყოფილ ჩემპიონს ფაბიო ჩერანტს ხვდება. იმ მომენტში ჩერანტი კედელთან იყო მიმწყდეული, ის UFC-ში LFA-ის ჩემპიონის სტატუსში შემოიჭრა, მაგრამ ზედიზედ 2-ჯერ წააგო. ულბერგთან გამარჯვება მისთვის გადარჩენის შანსი იყო, წაგება კი პირდაპირ სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა. მოკლედ ერთი სპორტსმენი ნოკაუტის სირცხვილის ჩამორეცხვას ცდილობდა, მეორე კი იბრძოდა სამსახურისთვის. ეს იყო ქირურგიული კიკბოქსინგის და უხეში ჯიუჯიტსუს შეჯახება. სწორედ ჩერანტი იყო ის ბარიერი, რომელიც ულბერგს უნდა გადაელახა, რომ თავისი დიდი გზა დაეწყო. რაც შეეხება ამ სპორტსმენებს შორის დაპირისპირებას, ბრძოლა ფინიშის გარეშე დასრულდა. ულბერგი ამჯერად იყო ძალიან ფრთხილი, მიყვებოდა გაწერილ სტრატეგიას და სამივე რაუნდში გაიმარჯვა. ის თავის მეტოქეზე უკეთესი იყო როგორც დგომში, ასევე მიწაზე და დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვებამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. Just kind of taking it to you. Went through a big right hand there. Crowd's had a lot to cheer. Carlos კარლოსის შემდეგი მეტოქე კამერუნელი ტაფონ ჩუკვი გახდა. 2022 წლის ივნისში, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ჩუკვი ითვლებოდა დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე ღონიერ მებრძოლად, რეკორდით 6 გამარჯვება და 2 მარცხი. ამ სპორტსმენის საბრძოლო ბაზა იყო მუაი-ტაი და კლასიკური კიკბოქსინგი. ულბერგმა ეს შეხვედრა ზუსტად 75 წამში დაასრულა, ჯერ იყო უძლიერესი ჯები, რომელმაც შეარყია ტაფონი და შემდეგ სასტიკი ჩაქოლვა. Quick shot from Oscar. Chukwi is on shaky legs. Now he's down. And now he's out. That's it. Jag. Carlos. declared the winner by TKO. Carlos Blackjack. კარლოსისთვის შემდეგი სერიოზული გამოწვევა რუმინელი მებრძოლი ნიკოლაი ნეგუმირიანო გახდა. 2022 წლის ნოემბერში UFC 291-ზე მას დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პროსპექტად თვლიდნენ. ბრძოლის მომენტში რუმინელს შთამბეჭდავი რეკორდი ჰქონდა, 13 გამარჯვება და 1 მარცხი. ჰქონდა UFC-ში ზედიზედ 4 მოგება. ამ სპორტსმენის საბრძოლო ბაზა იყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და სამბო. სპორტსმენებმა შეხვედრა დაიწყეს ფრთხილად და დაზვერვით. თავიდან ულბერგი დისტანციიდან ფეხებით მუშაობდა და აი პირველივე შეტაკებაში კარლოსმა სწრაფი კომბინაციით მარცხენა ჯები და იმ წამსვე ჰუკით დააგდო მეტოქე და სასტიკად დააფინიშა. ეს იმდენად მძიმე ნოკაუტი იყო, რომ რუმინელი გამოცხადებაზეც კი ვერ გამოვიდა. That is a compromise. Lift their leg to kick. Overreact. Nothing like that low calf kick. Over. Okay, I can find it with my jab. Look at this check level. Check. Look fantastic. No damn show. It's really exciting to see you grow in the UFC. Listen, Carlos, you got so much.
2023 წლის 3 სექტემბერს ბლეკჯეკი ხვდება უკრაინელ იგორ პოტიერას, რომლის რეკორდი ბრძოლის მომენტში იყო 18 გამარჯვება და 3 მარცხი. სწორედ ამ სპორტსმენად დაასრულებინა კარიერა ლეგენდარულ მაურისიო რუას ბოლო შერკინებაში. იგორის ბაზა იყო საბრძოლო სამბო და უშუ სანდა, რაც მის სტილს ხდიდა ძალიან არაპროგნოზირებაც და ქაოტურს. უკრაინელის მთავარი კოზირი მისი გიჟური ტემპი და დარტყმების რაოდენობა იყო. ის დარტყმების სერიებს ყველაზე მოულოდნელი კუთხეებიდან ისროდა და ცდილობდა მეტოქე პირველივე წამებზე გაეტეხა, რაც მას ხდიდა ძალიან საშიშს პირველივე რაუნდში. პოტიერამ შეხვედრა გდების მცდელობით დაიწყო, მაგრამ ულბერგმა კარგად დაიცვა თავი და დაიწყო თავისი მეტოქეს დისტანციიდან ფეხებით დაცხრივა. შუა რაუნდში კარლოსმა კონტრზე მარცხენა ჰუკით წააქცია უკრაინელი და მალევე მიწაზე ტექნიკური ნოკაუტი გააფორმა. მორიგი ეფექტური ფინიში პირველივე რაუნდში. 2023 წლის 10 სექტემბერს კარლოსი სამხრეთ კორეელ დავონ ჯუნგს ხვდება. ჯუნგის ბაზა იყო კლასიკური კრივი და თავისუფალი ჭიდაობა. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა, სადაც ულბერგი უკონკურენტოდ დომინირებდა, რომ არა კორეელის რკინის ყბა და დარტყმების გამძლეობა. ულბერგი მას უკვე პირველივე რაუნდის მიწურულს დააფინიშებდა, მაგრამ ჯუნგმა ამ ჯოჯოხეთს გასისხლიანებული სახით გაუძლო, თუმცა ბოლომდე ვერ აიტანა ეს ჯოჯოხეთი და მესამე რაუნდის ბოლოს მიწაზე დანებდა. კარლოსმა მესამე რაუნდის ბოლო წამებზე უმაგრესი გდებით გადაიყვანა მიწაზე კორეელი და დაიწყო მისი დაფინიშება სასტიკი დარტყმებით, თუმცა ბოლო წამებზე გადაიფიქრა და დაახჩო თავისი მეტოქე. სხვათა შორის ულბერგმა თავის კარიერაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა საბმიშენი და ეს გამარჯვება მან დავონ ჯუნგთან მოიპოვა. Twice this round over. In the William Knight fight, and William Knight's a pretty good wrestler. It sounded like Goldberg. The matchmakers have done a nice job. Everything in his power to stay connected. Got a half Nelson, dropping ground. Flag them out. Oh, the choke. This is underneath. I think this is tight. Take it. And there's the final hold. Carlos Blackjack. კარლოსის შემდეგი მეტოქე დივიზიონის ნამდვილი ვეტერანი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ათლეტი ამერიკელი ალონზო მენიფილდი გახდა მეტსახელად ბირთული. 2024 წლის მაისში, როცა ეს ბრძოლა შედგა, მენიფილდი რეიტინგის მე-11 ადგილს იკავებდა და ზედიზედ 5 გამარჯვებით მოდიოდა UFC-ში. ალონზოს ბაზა იყო ამერიკული ფეხბურთი, ერთი პერიოდი ის NFL-შიც თამაშობდა, ასევე იყო გატაცებული თავისუფალი ჭიდაობით, რამაც მას საოცარი ფეთქებადი ძალა და ათლეტიზმი მისცა. როგორც კი ამ სპორტსმენებს შორის დაპირისპირებისას გაისმა გონგის ხმა, მენიფილდი ჩვენი გადაცემის გმირს ეცა ჩეხაობით, მაგრამ მოყვა კონტრშეტევაზე, რის შედეგადაც ულბერგმა ის ზუსტად 12 წამში დაანოკაუტა და გაიფორმა მორიგი ფინიში. Celebrating with Dana White. He closed the distance intelligently, but he came in recklessly. And there it is, that left hook of Carlos, the hooks of Carlos Ulberg, that left hook. Carlos Blackjack. 2024 წლის 23 ნოემბერს ულბერგი, რომელიც მაგ მომენტში იკავებდა რეიტინგის მე-10 ადგილს, შეხვდა დივიზიონის მერვე ნომერს შვეიცარიელ ვოლკან ოზდემირს. ოზდემირის ბაზა იყო კიკბოქსინგი. ბრძოლის მომენტში ის მოდიოდა რეკორდით 20 გამარჯვება და 7 მარცხი. სანამ ის ულბერგს შეხვდებოდა, 2 ფინიში მოიპოვა, ორივე პირველივე რაუნდში. ჯერ იყო გამარჯვება საბმიშენი ბოგდან გუსკოვთან, შემდეგ კი ნოკაუტი ჯონი ვალკერთან. რაც შეეხება თვითონ შერკინებას ამ სპორტსმენებს შორის, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლისგან ყველა ელოდა სასტიკ ჩეხაობას და ნოკაუტს. ასეც მოხდა, ოღონდ ნაწილობრივ სასტიკი ჩეხაობა ვნახეთ, მაგრამ ფინიშის გარეშე. პირველი რაუნდი იყო თანაბარი, მცირე ულბერგის უპირატესობით. სპორტსმენებმა ძალიან ლამაზად და ეფექტურად იჩხუბეს. მეორე რაუნდში თითქოს ოზდემირი ცოტა შენელდა. კარლოსმა კი მოუმატა ტემპს, დაუზიანა თავის მეტოქეს ცხვირი და აშკარად უკეთესი იყო. სასტიკი დარტყმების სულა მესამე რაუნდშიც გაგრძელდა, მაგრამ რაც მეტი დრო გადიოდა, ულბერგი სულ უფრო ზუსტი იყო, ოზდემირი კი უფრო ნელდებოდა. თუმცა მაინც აგრძელებდა ჩხუბს და უძლებდა ძალიან დამაზიანებელ თავდასხმებს. როგორც შედეგი, იაგუარმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მოიპოვა თავისი ზედიზედ მე-7 გამარჯვება და რეიტინგში დაწინაურდა. Thinks that he might be able to get a tight conversation. Oh, lovely one. It is a closer fight than nicely done by Ulberg. He predicted at some point on number 3. Head kick. By throwing him by head kick. It's the way that you're exiting with that check hook. Ulberg up top. Direction on that
და 2025 წლის 22 მარტს ულბერგი ხვდება UFC-ს ყოფილ ჩემპიონს იან ბლოხოვიჩს. ბრძოლის მომენტში პოლონელი 42 წლის იყო, მაგრამ დღემდე ბლოხოვიჩი ითვლება ძალიან საშიში მებრძოლად, რომლის დაფინიშებაც უკიდურესად ძნელია. იანმა UFC-ს ტიტული 2020 წელს მოიპოვა. მაშინ მან დომენიკ რეიესი დაანოკაუტა და გახდა 93 კილოგრამის ახალი ჩემპიონი. შემდეგ ბლოხოვიჩმა ულბერგის თანაგუნდელი ისრაელ ადესანია დაამარცხა ტიტულის დაცვაზე. სხვათა შორის ადესანიას მეორე დივიზიონის დაპყრობა უნდოდა, მაგრამ ვერ გაიარა ბლოხოვიჩის ავანპოსტი. 2021-ში ტიტულის დაცვაზე გლოვერ ტეიშერას შეხვდა, დამარცხდა საბმიშენით, სამაგიეროდ მომდევნო შერკინებაში ალექსანდრ რაკიჩთან ნოკაუტით გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ გამართა სატიტულო ბრძოლა მაგომედ ანკალაევთან. ეს შეხვედრა დასრულდა ფრედ, რის მერეც ბლოხოვიჩი ალექს პერეირას შეხვდა. ეჩხუბა მას ძალიან თანაბრად და დამარცხდა გაყოფილი გადაწყვეტილებით. რის მერეც ტრავმის გამო იძულებული გახდა თითქმის 2 წელი დაესვენა და 2025 წლის 22 მარტს შეხვდა კარლოს ულბერგს. ბრძოლის მომენტში ბლოხოვიჩი დივიზიონის მესამე ადგილს იკავებდა, ულბერგი კი მე-6-ს. რაც შეეხება თვითონ ჩხუბს, ეს იყო ძალიან თანაბარი და სტრატეგიული ბრძოლა, რომელშიც არ იყო მკაფიო ფავორიტი. სპორტსმენებმა ძალიან თანაბრად იჩხუბეს დგომში და ულბერგმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. Oh, that's a big knee. Wolf, I mean, I understand it. Both these guys. And that is the end. ულბერგი დივიზიონში წამოიწია, გახდა რეიტინგის მესამე ნომერი და 2025 წლის 28 სექტემბერს შეხვდა დივიზიონის მეშვიდე ნომერს დომენიკ რეიესს. რეიესი ძალიან სერიოზული სპორტსმენია, რომელიც თავის დროზე პროფესიონალებში და უმარცხებლად 12 ზედიზედ ჩხუბი მოიგო და სატიტულო ბრძოლით შეხვდა ლეგენდას ჯონ ჯონსს. სხვათა შორის მან ჯონსს ძალიან სერიოზული ოპოზიცია დაახვედრა და თანაბარ ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის მერეც აერია კარიერა და 3 ზედიზედ შეხვედრა წააგო. თან ყველაში დამარცხდა ნოკაუტებით, ჯერ იან ბლოხოვიჩთან, მერე ირჟი პროხასკასთან და ბოლოს რაიან სპეინთან. დაიყოლეს რომ ეგონა რეიესის დრო წავიდა, მან მეორეს უმქვა ჩართო და თავის გზაზე ზედიზედ 3 მებრძოლი დაანოკაუტა. ჯერ იყო დასტინ ჯაკობი, რეიესმა ეს სპორტსმენი პირველივე რაუნდში ბადესთან ჩაცხრილა. შემდეგ მეორე რაუნდში დააფინიშა ენტონი სმიტი. და ბოლოს ეფექტურად დაანოკაუტა ნიკიტა კრილოვი, რის მერეც 3 ნოკაუტიანი სერიით შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. რაც შეეხება ულბერგის და რეიესის დაპირისპირებას, ყველაფერი პირველივე რაუნდში დასრულდა. ამ ბრძოლაში თავიდანვე ჩანდა, რომ კარლოსი უკეთესი იყო. მან რაუნდის მიწურულს კონტრზე უსწრაფესი კომბინაციით დაანოკაუტა რეიესი, მოიპოვა გამარჯვება და ეხლა UFC 327-ზე შეხვდება ირჟი პროხასკას ვაკანტურ ტიტულზე. ნუ შეგახსენებთ, რომ 93 კილოგრამში იყო ჩემპიონი ალექს პერეირა, რომელმაც დატოვა თავისი ტიტული ვაკანტურად, ავიდა უფრო მძიმე წონით კატეგორიაში და აი თეთრ სახლში უნდა შეხვდეს სირილ განს. და აი ვაკანტურ ტიტულზე ულბერგი დივიზიონის მეორე ნომერს UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ირჟი პროხასკას ხვდება და სანამ დაწერთ თქვენ პროგნოზებს კომენტარებში, გირჩევთ ირჟი პროხასკაზე დოკუმენტურ ფილმს გადაავლოთ თვალი, აღწერაში დაგიტოვებთ ბმულს. მე კიდევ ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.